კასპიდან გაუჩინარებული 18 წლის ზუკა გულაროვის ოჯახი ბუნებრივია უმძიმეს ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ გქონდა მცდელობა ის ზუკას დედასთან გასაუბრების, თუმცა მან განაცხადა, რომ უბრალოდ არ შეუძლია საუბარი, არის უმძიმეს ემოციურ მდგომარეობაში, თუმცა გთხოვა და საზოგადოებას გთხოვა, რომ მაქსიმალურად გაავრცელონ ინფორმაცია ზუკას დაკარგვის და გაუჩინარების შესახებ, რომ იქნებ მოხერხდეს მისი პოვნა. ყოველ შემთხვევაში უკვე 16 დღე არის გასული, რაც ზუკა გულაროვის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს და შესაბამის სამსახურებთან ერთად ამ ძებნის ოპერაციაში ჩართულები არიან ადგილობრივებიც. როგორც ადგილზე გვეუბნებიან, ზუკა ბოლოს დააფიქსირა მის სახლთან მდებარე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის ვიდეო კამერამ, სადაც ჩანს, რომ ზუკა გულაროვი ახალგაზრდა ბიჭი მიდის სასაფლაოს მიმართულებით და უკვე აქედან იკარგება მისი კვალი. ეს ყველაფერი კი 12 დეკემბრის გამთენიისას 3:15 წუთზე არის დაფიქსირებული და ამის შემდეგ უკვე აღარავინ აღარ იცის სად არის ზუკა გულაროვი. 20 დღე ეძებთ 11-12. და სკოლაში დადიოდა კაცო. სკოლაში არ ინსტიტუტში სწავლობდა. იქიდან მოვიდა ხამე და მე ეგეთი რამე მოხდა. ეძებდნენ ყველგან დღეში წავა. ყველგან ეძებთ ბიჭები მოდიოდნენ ბევრი ბიჭები. ერთი 10 დღე ეძებეს და ვერაფერი გახდა. აი ესე დასულა დღეში აი აქედან. ზეითა. გამოვიდა თაი მამა ვეღარ ეძებდა. მე უკვე დაგვიარებული. მაგრამ მიყვარდა და ვეღარ ვხედა მეგლაბა. არაფერი სიახლე არ არის, რა ვიცი, ეძებენ, ვიცით რომ სულ მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებენ ბავშვსა და არაფერი ახალი არ არის. ძვირფასი ადამიანი წარმატებით დაამთავრა აქ სკოლა, უმაღლესი წარმატებით ჩააბარა. რა ვიცი, რა მოხდა არავინ არ იცის. საით ავიდა რას ამბობენ? აი ჩვენმა მაღაზიის იმან დააფიქსირა, რომ ავიდა ზევითა და მეტი აღარაფერი ამის მერე იკარგება კვალი. იკარგება. 3:15 წუთზე გაიარა ღამის 3-ის. და მეტი всё არაფერი არ არის. აი აქ მილიციის მანქანები 20-30 იდგა ხოლმე და ეძებდნენ, რომ აქეთ წამოიდა. იმედი გვაქვს, მაინც იმედიო. ვიპოვითო. ისეთი გაღიმებულები იყვნენ, რომ ნეტა მართლა იპოვოს, გაიხარ. დაარდოვშულო, მე მამიკდა შვილი და ვეხვეწები ყბეს, ოღონდ ისოცხალი იპოვოს. არა ვცნობდი, მაგრამ ძალიან ძვირფასი ხალხია შვილო. დეოს ქონია ვიღაცას კამერა და იმან უჩვენა, რომ ესე წამოვიდა სასაფლაოების. მეტი აღარა შვილო. 18 წლის ზუკა გულაროვის ოჯახი იმედს არ კარგავს, რომ ახალგაზრდა ბიჭის პოვნა მოხერხდება სახსალამათი. გარდა ამის აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რაიმე წინაპირობა, რაც ახსნიდა ზუკა გულაროვის გაუჩინარებას, არ არსებობს, როგორც მისი ოჯახი ამბობს, არც რაიმე გაუგებრობა ან კონფლიქტი არ ყოფილა და არანაირ ის არის პირველი კურსის სტუდენტი, რომელიც სწავლობდა უნივერსიტეტში და იმ საღამოს მამასთან ერთად დაბრუნდა თბილისიდან კასპში და უკვე ამის შემდეგ განვითარდა ეს მოვლენები, რაზეც უკვე გიამბეთ. კასპიდან გიორგი დვალიშვილი გვერდებოდა. მადლობა გიორგი.